მაკურთხეველი იყოს მთლიანი ამ დიდებული მშრომელი ქალაქის რუსთავისათვის და დედა ღვთისი მშობელი იყო მფარველი თქვენი და მთელი მოსახლეობისათვის. ლუკმა კი არა შვილო. ლუკმა კი არა. თავს ასირავდნენ მეფე და დიდებული და უბრალოები და თავს არ ახამხამებდნენ. თავს ისე სწირავდნენ ჩვენ სარწმუნოებას. ჩვენი ტანჯული ივერია 20 საუკუნოვანი დაჩაგრული ეკლესია დღეისათვის გამხარებელი იყოს ეს ეკლესია თქვენი და მთლიანი რუსთავისა. ჩვენ განა ისერი ვართ რომ ვინმე გვიქადაგოს სარწმუნოება ჩვენ ეგერი არა ვართ. ეგ შეიძლება აფრიკის ველურებში იქადაგონ მაგათ არც იქ აქვთ უფლება იმიტომ რომ არ არის ჭეშმარიტი სარწმუნოება. ჩვენ ჭეშმარიტი 20 საუკუნე ჩვენ მოგვნათლა იესო ქრისტემ და მოციქულებმა. ჩვენ რა თქინა ვიღაცა სექტა რაში გვჭირდება ხალხნო ისეთი გასაჭირი ქონია ისეთი უბედურობა გამოგვივლია შავბნელი საუკუნეებიც კი არის აღნიშნული საქართველოს ისტორიაში. შავთა დროთ ვერა შესწოლეს მის გული ანდამატისა. ხნე მხიარული მოყარე თავის სამშობლოს მიწისა, თავის სამშობლოს სარწმუნოებისა. ჩვენ რა თქინა სექტა, როდესაც 20 საუკუნე ის რაც უფალმა მამამ მოგვცა იმ რჯულზე ვდგევართ. არც ერთი სექტა არ ბოკინი არ უნდა იყო ამ ქალაქში. ეს ქალაქი თითით საჩვენებელი უნდა იყო. თელ საქართველოში და მსოფლიოში. რაში გვჭირდება ჩვენ ვიღაცა რა არის ეგა? რა არის და აი გეტყვით რაც არის. 100 წლისა იეღოვიზმი. განა რელიგია ეგა? აი ქვეყანა რო ვერ დაანგრია 20 საუკუნე ხმალი რო ვიქნიეთ. და სარწმუნება ვერავინ შეეხო 20 საუკუნის მანძილზე ეგ ახლა იდეოლოგიით დაანგრია საქართველო. ეგ რელიგია კი არ არის, ეგ არის ფოთი. დაიცავით თქვენი სარწმუნება, არ მართალია გიჭირთ ხალხნო, მაგრამ სულ ყველა გვიჭირს. სულ ყველა აიღე 5 მიითვისა საქართველო. არ დათმოთ, არ განუდგეთ სარწმუნოება, გეხვეწებით, გთხოვ, თქვენი მოძღვარი ვარ, თქვენ აგლოცამკე. ხო. აი დღევანდელმა დღემ ყველა დაგლოცოთ. აქა მდგომარენი და მთელი ქალაქი. აწდა მარადის. მოკიდეთ ხელი თითო კენჭი დავადოთ და ავაგოთ ჩვენთვის ეგრე იყო თავადან ეგრე იყო დასაბამისი. მერკობასთან